აჩაღობა მოხდა წუხელ გვიანღამით სოფელ კორცხელში ვალტერ გოგილავას ოჯახს ძარცვის მიზნით 4 შეიარაღებული პირი დაიწყა თავს. წაღებული ოჯახის კუთვნილი 200 ლარის სასტიკადაა ნაცემი ოჯახის წევრი ცოლ-ქამარი. რა ვიცი, ახლა დრო მე 11 საათზე დავწექი ჩანექენ და რა დრო იყო ვერ გეტყვი ზუსტად. ხო და შემოვიდნენ ჩანექენ და შევკრენ პირი გამიყურენ ჩანეხელი და გამიყვანენ ეკე ჩანექენ და მე ცოლი მანამდე დაჭერილი იყო. ხოდა შეგვოჭენა და მცენა ხო ხაზად დაჭირა 200 მეტრია. დაზარალებული ქალბატონი წუხელვე გადაიყვანეს ზუგდიდის მრავალპროფილურ სამამტყლო რესპუბლიკაში. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და ინტენსიური მკურნალობის პროცესი გადის. მოყვანილი იქნა კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. კაცებს აღენიშნება თავითვე შეყევა, ჭრილობა, მრავლობითი ესკორაციები, კანქვეშა სიჩაქცევები, სახისა და ორივე შედაკედურის მიდამოში. პაციენტი მოთავსებულია კლინიკაში, სადაც უტარდება შესაბამისი კვლევები და გადის შესაბამისი მკურნალობის კურსი. აჩახური ჯგუფის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მომხდარა დაკავშირებით ზუგდიდის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.